სხვადასხვა თაობა ერთ სცენაზე ჯაზის მსოფლიო დღეს ჯაზის მდიდარი ტრადიციების მქონე საქართველოს წელსაც ტრადიციულად შეუერთდება 30 აპრილს ჯაზ კლუბ არტერიაში მრავალფეროვანი პროგრამა იქნება წარმოდგენილი. წელს პირველად საერთაშორისო თარიღისადმი მიძღვნილ საღამოში მონაწილეობას მიიღებს ნიჭიერთა აწლედის ჯაზის განყოფილება და საბავშვო ორკესტრი. 30 აპრილს მთელი მსოფლიო მუსიკის გარშემო ერთიანდება. სხვადასხვა ქალაქში და თბილისში ერთდროულად აჟღერდება ჯაზი, როგორც თავისუფლებისა და თვითგამოხატვის სიმბოლო. ორგანიზატორები განსაკუთრებულ საღამოს აანონსებენ. ჯაზის მუსიკოსები ჰუმანურობის და სიყვარულის ენაზე მეტყველებენ. ეს ენა ყველას ესმის მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. წელს ეს უნივერსალური ენა მსოფლიოს გარშემო კიდევ ერთხელ აჟღერდება. ამ გლობალურ მუსიკალურ დიალოგს საქართველოს შეუერთდება. 30 აპრილს ჯაზის საერთაშორისო დღეს ჯაზ კლუბ არტერიაში სხვადასხვა თაობის შესანიშნავი მუსიკოსები ერთ სცენაზე გაერთიანდებიან. ჯაზის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე სპეციალურ სტუმრებთან ერთად ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური მუსიკოს სკოლის ნიჭიერთა აწლედის მოსწავლეები წელს პირველად წარდგებიან. ემზადებით ჯაზის საერთაშორისო დღისთვის, რომელიც 30 აპრილს მთელი მსოფლიო აღნიშნავს ამ დღესასწაულს. დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ ბავშვობიდან, რომ მიეჩვენ სცენას მოსწავლეები, იმიტომ რომ ეს პრაქტიკა აუცილებელი რამ არის. ბავშვები პირველად გამოდიან დღეს ჯაზის საერთაშორისო დღეზე და ეს ტრადიციად იქნება ალბათ პირველი ყველაფერი, რა თქმა უნდა, უფრო მნიშვნელოვანია და დასამახსოვრებელი და შეიძლება ღელავენ კიდევაც, მაგრამ იცით რა, ისე არ ეტყობათ. რეპეტიციები 2 თვის მანძილზე აქტიურად მიმდინარეობს. ნიჭიერთა აწლედის საბავშვო ორკესტრის რეპერტუარი მრავალფეროვანია. მსმენელი შეძლებს მოისმინოს ჯორჯ გერშვინის, გლენ მილერის და ლუი ამსტრონგის უკვდავი ჯაზ კომპოზიციები. აწლედში ვარ უკვე მეორე წელია და რეპეტიციებიც აქტიურად გვიტარდება. დიდი პასუხისმგებლობით ვართ, იმიტომ რომ ძალიან კარგ მუსიკოსებთან ერთად გვაქვს კოლაბორაცია და ძალიან სასიამოვნოა რეპეტიციები. მაყურებელი მოისმენს ჯაზ სტანდარტებს, ჯაზის დღესთან დაკავშირებით და მგონია რომ ძალიან ისიამოვნებს. საღამოზე შედგება თაობათა ცოცხალი დიალოგი. ახალგაზრდები და პროფესიონალი მუსიკოსები ერთ სცენაზე შექმნიან ერთიან მუსიკალურ სივრცეს და სიმბოლურად შეუერთდებიან იმ ქალაქებს, სადაც 2011 წლიდან ტრადიციულად აღინიშნება ჯაზის საერთაშორისო დღე. ჯაზის საერთაშორისო დღე არის ყოველთვის დიდი ზეიმი ჯაზის სამყაროში და არა მარტო მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. ბავშვები არიან აშკარად რაც ჯაზს ჭირდება რომ შენ შინაგანად გქონდეს, აი მაგ რაღაც მაგ უნარებით და სკილებით დაჯილდოებულები და ეს მუსიკა ჟღერს როგორც უნდა ჟღერდეს ჯაზი ზუსტად. ჯაზი მე-20 საუკუნის დასაწყისში აფრო-ამერიკული გამოცდილებიდან დაიბადა როგორც მუსიკა, რომელიც არ ემორჩილება მკაცრ ჩარჩოებს და იმპროვიზაციით, თავისუფალი რიტმითა და გულწრფელი ემოციით ყვება ადამიანების ისტორიებს. ის დროთა განმავლობაში გასცდა ერთი კულტურის საზღვრებს და იქცა უნივერსალურ ენად, რომელიც სხვადასხვა ხალხს ერთმანეთთან აკავშირებს. სწორედ ამ უნივერსალური ძალის გამო იუნესკომ ჯაზი აღიარა როგორც დიალოგის, თავისუფლების და მშვიდობის სიმბოლო. ამიტომაც 2011 წლიდან 30 აპრილი ჯაზის საერთაშორისო დღედ იქცა. დღედ, რომელიც გვახსენებს, რომ მუსიკას შეუძლია საზღვრების გადალახვა და ადამიანების ერთ ენაზე ამეტყველება.